ეს ფინელი მომღერალია შარლინა, რომელიც ბრიუსელში ასრულებს სიმღერას სახელწოდებით რა დარჩა ჩემგან. სიმღერა შარლინას ბავშვობისეულ გამოცდილებას ეხება, როცა მასზე სექსუალურად იძალადეს. მომღერალი ერთ-ერთი აქტივისტია მათ შორის, რომლებმაც პეტიცია 500,000-ზე მეტი ხელმოწერით ევროპარლამენტს გადასცა. ისინი ითხოვენ, რომ გამკაცრდეს ევროკავშირის კანონმდებლობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ბავშვი დღეს, მეტად ვიდრე ოდესმე, განიცდის სექსუალურ ძალადობას, რადგან ჩვენს რეალობაში გვაქვს ონლაინ სივრცე, რომელსაც არ აქვს შემაკავებელი რეგულაციები, რათა დავიცვათ ბავშვები ამ საშინელი დანაშაულისგან. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარავინ გამოსცადოს ის, რაც მე გამოვიარე. ევროპული პარლამენტი ამ თემაზე უკვე მუშაობს. მათ მიერ მიღებული საბოლოო ტექსტის მიხედვით, ონლაინ პლატფორმებს აღარ შეეძლებათ საკუთარი შეხედულებისამებრ მოიძიონ და წაშალონ მასალები, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას შეიცავს. ამის უფლება ტექნოლოგიურ კომპანიას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ექნებათ. სასამართლო ძალიან სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენც ასევე უნდა მივიღოთ ზომები, რათა აღკვეთოთ მასალის გავრცელება. ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ბავშვები, რათა არ გახდნენ ძალადობის სხვერპლნი. შესაძლოა 100%-ით ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს არის კომპრომისი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ თავდაცვას და წინ გადავდგამთ დიდ ნაბიჯს ბავშვთა უფლებების დასაცავად. ინტერნეტის 3 მომხმარებლიდან 1 ბავშვია. 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ ბავშვთა შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ 32 მილიონი ცნობა გამოვლინდა. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, ელის, რომ კომპანიები გაზრდიან ძალისხმევას ამ მიმართულებით. კანონის ნაწილი, რომელიც ახლა დავის საგანია, ეხება იმას, თუ რამდენად უნდა იყვნენ ტექნოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში. მაგრამ საქმე მართლა ამაშია, ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ტექნოლოგიური კომპანია გვეუბნება, რომ არ აქვს სათანადო შესაძლებლობები ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ, მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი შეძლებენ სიახლეების დანერგვას. მოლაპარაკებები ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროპის კომისიას შორის მალე უნდა დაიწყოს, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებში აზრთა სხვადასხვაობაა და ისინი შიდა განხილვებისთვის მეტ დროს ითხოვენ. ამასობაში კი ევროკავშირმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იქნება და მაგალითს მისცემს სხვა რეგიონებს, თუ როგორ ებრძოლონ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას.